ამბულატორია. დაწესებულება, სადაც ადამიანები მიდიან იმისათვის, რომ გადაიმოწმონ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს არის სამედიცინო მომსახურების ფუნდამენტური ნაწილი, რომლის გარეშეც პაციენტებისთვის დიაგნოზის დასმა და შემდგომ მკურნალობა ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა. ეს სწორედ ის ადგილია, საიდანაც იწყება მსუბუქი თუ მძიმე დაავადებების ადრეული გამოვლენა, მკურნალობის სტრატეგიის შემუშავება და პაციენტის მდგომარეობის მუდმივი კონტროლი. კონსტანტინე ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრი არის კლინიკა, რომელიც პაციენტებს სტაციონარულ მომსახურებასთან ერთად უახლესი ტექნიკით აღჭურვილ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ ამბულატორიასაც სთავაზობს. ქირურგიის ეროვნული ცენტრის ამბულატორია ყველა კანონის დაცვით და სახელმწიფო მოთხოვნებით ცდილობს ყოველწლიურად განაახლოს როგორც ინტერიერი, ასევე ტექნოლოგიურად აღჭუროს ამბულატორია და გადაამზადოს სპეციალისტები შესაბამისად ამ ტექნოლოგიების მოთხოვნით, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია. 2025 წელს ჩვენ ზუსტად აი ამ სიახლეებით ვხვდებით, გარდა იმისა, რომ ამბულატორიული სივრცე განახლდა და ახალი დიზაინით არის წარმოდგენილი და ფაქტიურად ყველაფერს აკმაყოფილებს უკვე ეს სივრცე თავის სტანდარტებით, ფართობით, ინტერიერით, ექსტერიერით, ამავდროულად მოხდა ძალიან ბევრი ტექნოლოგიური სიახლის შემოტანა, რამაც უზრუნველყო, რომ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მისცა ქართულ პაციენტებს და არა მარტო საქართველოს ზოგადად მოსახლეობას, რომ სხვადასხვა დიაგნოსტიკური სერვისები მიეღო და არ მოუწიოთ ამის გამო ვთქვათ უცხოეთში ვიზიტი. აღსანიშნავია, რომ ქირურგიის ეროვნულ ცენტრს სულ ახლახანს KTQ აკრედიტაცია მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაწესებულების მომსახურების დონე ყველა იმ სტანდარტს აკმაყოფილებს, რომელიც პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისის მიწოდების გარანტიას იძლევა. ძალზედ მნიშვნელოვანია ტექნოლოგიებთან ერთად კადრების გადამზადებაც და ამის გამო ის ტექნოლოგია, რაც შემოდის საქართველოში და კერძოდ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში და ავერსის ჯგუფში ზოგადად, აუცილებლად ხდება შემდგომ ამ კადრების დატრენინგება როგორც უცხოელ პარტნიორებთან ერთად, ისე საქართველოში უცხოელი პარტნიორების ჩამოყვანით და ამ დატრენინგების შედეგად შემდგომ უკვე ჩვენი მოსახლეობის სინამდვილეში გადმოტანის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქირურგიის ეროვნული ცენტრი აღჭურვილია სამედიცინო ტექნოლოგიებით, რომლის მეშვეობითაც პაციენტებს საშუალება ეძლევათ ჩაიტარონ ამა თუ იმ ორგანოს საფუძვლიანი გამოკვლევა. დავიწყოთ ენდოსკოპიის განყოფილებით. პირველად ქირურგიის ეროვნული ცენტრის სწორედ ცენტრალურ ფილიალის ბაზალზე მოხდა ენდოსკოპიური კაბინეტის სრული აღჭურვა, ხას გაუსმებს სრული, იმიტომ რომ მარტო ენდოსკოპიას არ გულისხმობს, აქ ენდოსონოგრაფიასაც გულისხმობს. პირველად საქართველოში ჩატარდა ამ აპარატზე, იაპონურ აპარატზე ენდოსონოგრაფიული კვლევა და ამის გადაღება პირდაპირ ეთერით წარმოებდა სხვადასხვა ქვეყანაში გადაიცემოდა და ამას უზრუნველყოფდა არა მარტო ჩვენი ქართველი სპეციალისტი, აქეთ მხარე, არამედ უცხოელი სპეციალისტებით, რომლებიც სწორედ აი ამ ტრენინგის ფარგლებში და შემდგომ უკვე გაცვლითი პროგრამების ფარგლებში მუშაობდნენ ჩვენთან ერთად, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს ჩვენს მოსახლეობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ტექნოლოგია შეწყვილებული, შეთავსებული იყოს ადამიანურ რესურსთან და იყოს ეს ყველაფერი ადამიანების ჯანმრთელობის ხარისხიან სამსახურში. 21 საუკუნის თანამედროვე ამბულატორია წარმოუდგენელია ერთი აპარატის გარეშე, რომელიც დღესდღეობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი პოპულარობით სარგებლობს და რომლის წყალობითაც პრაქტიკულად შეუცდომელი პასუხის მიღებაა შესაძლებელი. მისი სახელია კომპიუტერული ტომოგრაფი, ანუ ეგრეთ წოდებული KT. აპარატი, რომელმაც როგორც ექიმებს, ასევე პაციენტებს კვლევის პროცესი მნიშვნელოვნად გაუმარტივა. აღარ ტექნოლოგიურ აპარატურას გააჩნია სპეციალური ჩამონტაჟებული პროგრამა, რომელიც ეხმარება ეგრეთ წოდებული ხელოვნური ინტელექტი, AI, რომელიც ეხმარება ექიმს დროულად, სწორად მიიტანოს ეჭვი გარკვეულ დაავადებებზე, ან გამოურიცხოთ შესაბამისი პათოლოგიები. ამცირებს რადიაციის დოზას, ამცირებს პაციენტის დაყოვნებას, გვაძლევს საშუალებას მაქსიმალურად მოკლე დროში მივიდეთ სწორ დიაგნოზამდე. ძირითადად გამოიყენება უპირველეს ყოვლისა. მწვავე შემთხვევები, ყველანაირი შემაჯამებელი, ესე ვთქვათ, არის კომპიუტერული ტომოგრაფია. ნებისმიერი ორგანოსი, რომელიც კატედით არ გამოიკვლევა, მაგალითად საშვილოსნოს პათოლოგიები, მაგალითად რა ვიცი, თავის ტვინისთვის მეტად მიზანშეწონილია მაგნიტი რაღაც ისეთი, რომელზეც სხვადასხვა კვლევას ვაკეთებ, შემაჯამებელი სტადიურობისათვის, აი საბოლოო სიტყვის მაინც ტომოგრაფია. დინამიკა, follow-up-ი პაციენტების არის ტომოგრაფია. ფასდაუდებელია სიზარღვების შეფასებაში. სწრაფი, მწვავე ისემიური თავის ტვინის ინფარქტების, ანუ ინსულტების დროს. რა თქმა უნდა, წუთებში MRI, DVI რეჟიმი ადგენს, მაგრამ შემდგომი ტაქტიკისათვის
სიზარღვების გამავლობა კატი. სწრაფი და ეფექტური. ბევრი პათოლოგია ძვლების პათოლოგიების შეფასებაში. თავის ტვინის ფუნქციური აქტივობის შესასწავლად ელექტროენცეფალოგრაფიული კვლევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მეთოდია. განსაკუთრებით ხშირად ეპილეფსიის დიაგნოსტიკაში გამოიყენება. თუმცა მისი როლი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. თავის ტვინის ელექტროაქტივობის ანალიზი დემენციისა და მეხსიერების დარღვევების დროსაც მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. ასეთ შემთხვევებში ტვინის აქტივობის დაქვეითება კვლევის პროცესში აშკარად ჩანს და ექიმებს დიაგნოზის დასმაში ეხმარება. ეს მეთოდი ექიმებს აძლევს საშუალებას უფრო ზუსტად განსაზღვრონ პაციენტის მდგომარეობა და დანიშნონ სწორი მკურნალობა. ელექტროენცეფალოგრაფიული კვლევა ეს მნიშვნელოვანი კვლევა არის, განსაკუთრებით თუ პაციენტს აქვს მეხსიერების დაქვეითება, გონების კარგვა, უნებლიო მოძრაობები კიდურებში, ხშირ შემთხვევაში კრთომები, პაროქსიზმული მდგომარეობები ძალიან გვეხმარება სხვადასხვა დიაგნოზის დასმაში. ასევე ვიყენებთ ამ კვლევას პაციენტებს, ვისაც აქვს მეხსიერების სხვადასხვა ფორმის დარღვევა და ამ შემთხვევაში ვნახულობთ თავის ტვინის ელექტრული აქტივობის დაქვეითებას. ეს კვლევა დაახლოებით გავს კარდიოგრამას. კარდიოგრამის შემთხვევაში ვიკვლევთ გულის ფუნქციურ მდგომარეობას და ელექტროენცეფალოგრაფიის შემთხვევაში თავის ტვინის ფუნქციურ აქტივობას. ამბულატორიული სერვისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ოფთალმოლოგიური მომსახურება გახლავთ, რომელიც ქირურგიის ეროვნულ ცენტრში უმაღლესი ხარისხის სადიაგნოსტიკო აპარატურით ხორციელდება. ეს არის აპარატი, რომელიც თვალის თითოეულ წერტილს სიღრმისეულად იკვლევს და ყველაზე დაფარულ საფრთხეებსაც მარტივად ააშკარავებს. ჩვენი ამბულატორიის ოფთალმოლოგიური სამსახური აღჭურვილია თანამედროვე სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ტექნიკით. ჩვენ პაციენტებს თავაზობთ ყველა სახის დიაგნოსტიკურ კვლევებს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი ყველაზე თანამედროვე ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ თვალის ყველა შრე ზედმიწევნით გამოვიკვლიოთ და ყველა დაავადება მის საწყის ეტაპებზევე აღმოვაჩინოთ. ეს გარდა ჩვენ თავაზობთ პაციენტებს თანამედროვე მეთოდებით მკურნალობას. ჩვენ ხელმძღვანელობთ საერთაშორისო გაიდლაინებით დადგენილი წესებით. ჩვენი კლინიკა აღჭურველი არის ყველაზე თანამედროვე ლაზერული სისტემებით, რომლებიც პაციენტებს საშუალებას აძლევენ, რომ ისეთი რთული დაავადებები, როგორც არის გლაუკომა, ეს უკეთესად მართოთ და პაციენტებს დიდი ხნის განმავლობაში შეუნარჩუნოთ კარგი მხედველობა. ასეთია იმ სერვისთა არასრული ჩამონათვალი, რომელსაც ქირურგიის ეროვნული ცენტრის ამბულატორია პაციენტებს თავაზობს, რათა დროულად მოხდეს მათი ზუსტი დიაგნოსტირება და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.